სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმინდისაითა ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ ამაღლების სიხარულს, დღესასწაულს. ჩვენ გუშინ ოთხშაბათ დღეს გავაცილეთ აღდგომის დღესასწაული. აღდგომიდან მოყოლებული ჩვენ ჯერ კიდევ შემდგომ დღესასწაულში ვიყავით. ერთმანეთს ვესალმებით ესე რომ ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღდგა, მორწმუნეები და გუშინ გავაცილეთ აღდგომის დღესასწაული და თითქოს რაღაც როცა ადამიანი ლიტურგიულ სივრცეში ხარ და აი ამ ყველა მსახურებას ესწრები თუ აღასრულებ და თითქოს რაღაცა აღდგომის გაცილებით თითქოს რაღაცა ის შემოდის რაღაც ჩვენში რაღაც მოწყინებასავით რომ აი რაღაც ამ გამარჯვების დღესასწაულში აღარ ვარ თითქოს. თუმცა რა თქმა უნდა ვართ აღდგომა მარადის დღესასწაულება, მაგრამ ნახეთ ამავე დროს ჩვენ დღესასწაულობთ უფლის ამაღლებას, რომლის დროსაც ამაღლდა რა უფალი მოციქულებიდან, მერე წერია მოციქულებზე რომ მოიქცეს იერუსალიმი სიხარულითა დიდითა და იყოფოდეს ტაძარსა მაშინა მარადის, აქებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა. ამინ. ესე იგი ნახეთ დღევანდელ სახარებაში წერია რომ უფალი გამოეცხადაო მოციქულებს აღდგომის შემდგომო და რომ დაინახა მათში მრავალი გულის სიტყვა იყო და ფიქრობდნენ მოჩვენება ხომ არ არისო ან რაღაც 1000 გვარ ამას ფიქრობდნენ. უფალი მიდის და ეუბნება მოდით და იხილეთ მე ვარ და მათთან მერე იმის გამო რომ მათ დაედასტურებინა თავიან თავში რომ ქრისტე ნამდვილად აღდგომილი მკვდრეთით მათთან იყო ისე რა მათთან იტრაპეზა მათთან ერთად რომ ამაში დარწმუნებულიყვნენ და შემდგომ წერია რომ მაშინ განუხნა გონებანი მათი გულისხმისყოფად წიგნთა და გამოუთარგმანებდა რომ ესე იყო მოსეს მიერ ნაწინასწარმეტყველები წინასწარმეტყველთა მიერ ნათქვამი ფსალმუში რაც ეწერა ჩემთვის აი ძალიან მნიშვნელოვანია ისიც მაშინ განუხნა გონებანი მათი რომ მიმხვდარიყვნენ ამას ყველაფერს. საოცარია მოციქულები რომლებიც ესე იგი უფლის თვალითხილველი და ხელმსახური იყვნენ აღდგომის შემდგომაც კი ისინი ჩაკეტილები არიან, დამალულები არიან და როდესაც უფალი ეცხადება მათ მაშინაც კი ვერ ირწმუნეს. მაშინაც კი უჭირთ რომ ირწმუნონ, იმიტომ რომ ძნელია რომ ესე იგი აი რაც ეწერა დაუშვათ ბიბლიაში რაც ხდებოდა, რასაც უყურებდნენ, ეს ყველაფერი მათთვის გასაგები იყო. და უფალი მათ ძალიან ხშირად ეუბნებოდა რომ ძეკაცისა შეიპყრობენ, ცემენ, გვემენ, შეურაც იქნება წარმართა მიერ და ჯვარზე მოკვდება და მესამე დღეს აღდგება. აი ეს უკვე მათთვის გაუგებარი იყო. აი უყურეთ აღდგომა, ამაღლება, ეს უკვე მათთვის მიუცდომელი იყო. რაც დაწერილი იყო, რასაც კითხულობდნენ და რასაც ხედავდნენ ხო, მაგრამ აღდგომა და ამაღლება მათთვის ძნელად გამოსათარგმანებელი იყო. თუმცა ერთი-ორი შემთხვევა შეგვიძლია ჩვენ გავიხსენოთ, როდესაც აი მაგალითად, როდესაც ნიკოდიმოს ეუბნება, არავინ ახდა ზეცად გარნა, რომელი კი გარდა მოხდა ზეცით. ამას ეუბნება ამაღლების შესახებ და სხვა მხრივ ჩვენ ვერ ხედავთ, რომ ესე რომ ვთქვათ, ნათლად აღდგომაზე და ამაღლებაზე უფალი მათ ელაპარაკებოდეს. არა იმიტომ, რომ ერიდება მათ და არა იმიტომ, რომ ეს ჭეშმარიტება არ არის, არამედ იმიტომ, რომ ამის დატევნა ძალიან ძნელი იყო. აღდგომის შემდგომაც 40 დღე უფალი ეცხადება თავის მოწაფეებს და 40 დღის შემდგომ იერუსალიმიდან ისინი მიდიან ზეთისხილის მთაზე, იერუსალიმიდან
იმ ადგილის სიახლოვე, სადაც გოლგოთა იყო, ნახეთ როგორი სიმბოლურია, ხომ? ესე იგი გოლგოთიდან მაცხოვარს მიყავს მოციქულები ზეთისხილის მთაზე. გოლგოთა არის ადგილი, სადაც ჯვარს ეცვა უფალი, ჯვარზე მოგდა უფალი ჩვენი და ზეთისხილის მთა არის ის ადგილი, სადაც ამაღლდა უფალი. და უფალი წაიყვანს მოციქულებს ზეთისხილის მთაზე და შემდგომ საქმე მოციქულთა მოგვითხრობს ამის შესახებ. საქმე მოციქულთა არის ლუკა მახარებელის მიერ დაწერილი. ნახეთ, აი დღევანდელი სახარება, რომელიც წავიკითხეთ, ლუკა მახარებლის ბოლო თავია, ბოლო მუხლები არის და მერე უკვე თხრობა არის საქმე მოციქულთა და საქმე მოციქულთაც ლუკა მახარებელის მიერ არის აღწერილი და უფალი დამოძღვრავს მათ საბოლოოდ და ეტყვის, რომ ნუ განეშორებით იერუსალიმით, არამედ მოელოდეთ აღთქმასა სულისასა და კურთხევასა მას განეშორა. და როდესაც უფალი ამაღლდა და მოციქულები ამას უყურებდნენ, მაშინ გამოეცხადათ მათ ორი ანგელოზი, რომლებმაც უთხრეს, რომ ესე იესო, რომელი ამაღლდა ზეცით, კვალად მომავალ არს და ამის შემდგომ, როგორც გითხარით, მოციქულები წამოვიდნენ, იყოფოდეს ტაძარსაში და მარადის აქებდეს და აკურთხებდეს ღმერთს. ანუ ამის მერე რა მოხდა მოციქულებში, რა მოხდა? განიხნა მათი გონება და ესეც უფალმა განუხნა, ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი გარდაქმნისათვის. ჩვენში უნდა მოხდეს, უნდა განიხვნას გონება. ჩვენ დღეყოվել უნდა ვევედრებოდეთ უფალს, რომ განმიხვენ გონება, რომ დაგინახო შენ, დავინახო ის განგებულება, რომელსაც შენ ჩემი ცხოვნებისათვის დაუშვებ ჩემზე. და რატომ მანამდე არ უხაროდათ? რატომ მანამდე არ მარადის არ იყოფოდნენ ტაძარში და მარადის არ აქებდნენ და აკურთხებდნენ ღმერთსა? იმიტომ რომ მათი გონება არ იყო განხმული. გონება რომ განეხნა მთელი, აი გონება საოცარი შესაძლებლობა. მთელი ბიბლია გაიხსენა გონება. მთელი სწავლება გაიხსენა, ყველაფერი დაუკავშირა ერთმანეთს და მიხვდა. აი ეს რომ მოხდება ადამიანში, აი რატომ არის, იცით, აი ქრისტე რომ მოვიდა ჯვარზე სიკვდილი აღასრულა და ასე გამოიხსნა კაცობრიობა. რატომ? იმიტომ რომ სხვანაირად ადამიანის გონება იმ წარმართებისა გონება, რომლებიც იქ იდგნენ და აი რომ იხილეს ეს ყველაფერი და რო თქვეს, რომ ჭეშმარიტად ზეღვთისა იყო ესე და გულში კერჩი ხელს იცემდნენ. ანუ მათი გონებაში მოხდა ესა. სხვანაირად ადამიანის გონებაში ვერ მოხდებოდა ცვლილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეს მოხდა მოციქულებში და ეს იყო მათთვის დღევანდელი დღის მთავარი შინაარსი რა არის, რომ ქრისტე მოვიდა. უყურეთ, ძალიან მოკლედ რო გითხრათ. ჩვენ, რომლებიც გაუცხოებული ვიყავით ზესასთან, ჩვენი ცოდვის გამო, ადამიანის ცოდვის გამო, ჩვენი ცოდვის გამო, ცოდვა ეს არის რა ჩვენ ზეცას გვაშორებს. და ჩვენ, რომლებიც გაუცხოებული და შორს ვიყავით ზეციდან, ჩვენი ბუნება მოვიდა ქრისტემ. ეს ბუნება შეიმოსა, ზუსტად ეს ბუნება. აი ეს ჩვენი ხსნადი ხორცი შეიმოსა, აი ამ ხსნადი ხორცით დაამარცხა ცოდვა, დაამარცხა სიკვდილი, შემუსრა ჯოჯოხეთის მჭე, აღდგა და ამაღლდა ზესად. და მჯდომარე არის მარჯვენით მამისა, სადაც თავისი ღვთაებრივი ბუნებით მარადის განუშორებელი იყო. აი ნახეთ, პროსკომიდია რომ თავდება კვეთა, მღვდელი აკმევს ტრაპეზის გარშემო და ამბობს ესეთ სიტყვებს: საფლავად ხორცითა და ჯოჯოხეთ სულითა და სამოთხეს ავაზაკისა თანა და საყდარსა მამისა თანა განუშორებელიყო. მიხვდით? აი ქრისტემ აი ჩვენი დაცემული ბუნება აღამაღლა და გვაჩვენა, აი რა უხაროდათ, მე ეს მინდა რო გითხრათ, რომ რა იყო ეს დიდი სიხარული, რომლითაც მოციქულები გახარებულები იყვნენ, მას შემდგომ რაც მათი გონება განახונה უფალმა. სწორედ ეს იყო. ეს სიხარული იყო, ეს გაიაზრეს. ეს მათ გონებაში უკვე გარკვეული იყო ეს, რომ ქრისტემ ჩვენი ბუნება აღამაღლა ზესად. და მეორე სიხარული, რომ ქრისტეს ჩვენ, როგორც ჩვენ წამში ვამბობთ ბოლოს სიტყვებს, რომ მოველით აღდგომასა მკვდრეთი და
ცხოვრებასა მერმისამი საუკუნესასა და რომელი ამაღლდა ზეცა და კვალად მომავალ არს დიდებით. ანუ ქრისტე აი ჩვენი აი უყურეთ ჩვენი სიხარული უნდა იყოს აი ეს მოლოდინი რომ ჩვენ ქრისტეს რომელიც ბაგასა შინაიშვა თავი დაიმდაბლა ხატი მონისა მიიღო და ჩვენ გაგვამარჯვებია ჩვენი გამარჯვების წინამძღოლი არის ჩვენ მოველით ყვალად მის მოსვლას ოღონდ არა ბაგაში და არა სიმდაბლით არამედ დიდებით განსჯა ცხოველთა და დართ ამაშია მთელი გააზრება ქრისტიანული სარწმუნოების. ნახეთ, მოველით აღდგომასა მკვდრეთით და ქრისტეზე ვამბობთ, რომ ყვალად მომავალ არს დიდებით განსჯა ცხოველთა და მკვდართა. ეს არის მთელი ქრისტიანული გააზრება და ერთმა ყველას მოგმადლოს ეს სიხარული, რომელმა სიხარულმას მოციქულებს დაავიწყა აბსოლუტურად მიწა საერთოდ დაავიწყა. ისინი მარადის ტაძარში იყოფოდნენ, ახებდნენ და აკურთხებდნენ ღმერთსა. რატომ ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება? კი არ წერია რომ მარადის აქებდეს და აკურთხებდეს ღმერთსა მარტო, არამედ მარადის იყოფოდეს ტაძარსა მაშინა და აქებდეს და აკურთხებდეს ღმერთსა. იმიტომ რომ ქრისტე ამაღლდა ზეცად და მიწაზე ქრისტე ეს არის სწორედ ეკლესია, ქრისტეს მისტიური სხეული მიწაზე სწორედ ეს არის ეკლესია და ამ ეკლესიაში განვისთით ჩვენ და მივემთხვევით აი ამ სიხარულს, რომელსაც მივემთხვევენ მოციქულები უფლის მადლითა და წყალობით, რომლიცაც ანა მამასაშონის დიდება სულიწმინდით ურთ, აზრდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.